საღამოშიდობის ხალხო მოგესალმებით. დღევანდელ საღამოს ლაივს გაუძებინე დავით ყანჯაკიძე. გიჩის საკრებულოს წევრი დედაქალაქში და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ბატონი ირაკლი როსტომაშვილი, კომპანია არსის მმართველი პარტნიორი. ჩვენ გავაგზავნებთ საუბრებს თბილისის მომავალზე და დღევანდელი ჩვენი თემა იქნება როგორ უნდა გაიზარდოს თბილისი. ბატონი ირაკლი მშენებლობის სფეროში არაერთი წელიწადია აწროვლები ამოღვაწეობს სწორად და საინტერესო იქნება მისი თვალით დანახული თბილისის პერსპექტივა. ვისაუბრებთ ბევრ აქტუალურ თემაზე, მათ შორის იმ თემაზე, რომელიც ბოლო პერიოდში მე პირადად წამოწეული მაქვს, როგორც ჩემი ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პროექტი თბილისის საკრებულოში, ეს არის ხრუშჩოვკების ჩანაცვლების ამბავი. მადლობა ირაკლი ბატონო მობრძანებისთვის და მოდით დავიწყებ თქვენთან ესეთი ზოგადი შესავალით, რომ ჩვენ გვინდა არ გვინდა მოგწონს არ მოგწონს, შეიძლება ალბათ სხვანაირად განვითარებულიყო ეს ამბავი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ დღეს თბილისი გახდა რაღაცნაირად მიგრაციის ფაქტობრივად ერთადერთი მიმართულება, შიდა მიგრაციას გულისხმობ, იმიტომ რომ თითქმის ყველა რაიონიდან ეს ბუნებრივი პროცესია, სოფლებიდან ადამიანები გადადიან იქ, სადაც უფრო ფუნქციონირებს ეკონომიკა, უფრო მეტი ფული ტრიალებს მარტივად გასაგებად ენაზე რომ ვთქვათ. და ერთადერთი ესეთი მიზიდულობის ცენტრი დღეს გვაქვს თბილისი და ბოლო პერიოდში აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ქართველებისთვისაა თბილისი საინტერესო, არამედ აქ არაქართველი მოსახლეობაც პოულობს თავის საცხოვრისს. უჩნდება სურვილი, რომ აქ გაგრძელოს ცხოვრება, ოჯახებით გადმოდიან. საინვესტიციოთაც მიმზიდველი გახდა მათ შორის ბოლო პერიოდში ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე და რაღაცნაირად გვინდა არ გვინდა ეს ქალაქი იზრდება. ამას ჩვენ ყოველდღიურადაც გრძნობთ. ქალაქში როცა მოძრაობთ, ხედავთ, რომ გაზრდილია ავტომობილების რაოდენობა, ბევრი ადამიანი გადაადგილდება, ბევრი საცხოვრისი შენდება, მაგრამ მე პირადად რაც ზოგადად მაწუხებს ის, რომ ბოლომდე არ ვარ ჩამოყალიბებული ჩვენ თვითონ თბილისელები, როგორი ქალაქი წარმოგვიდგენია, როგორ უნდა განვითარდეთ, რა სტრატეგიით უნდა გაიზარდოს ეს დედაქალაქი, იმიტომ რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ სამომავლო გეგმები შეიძლება გქონდეს, როგორი წარმოგვიდგენია თბილისი, ხოლმე ჩვენ ცხოვრობთ უკვე არსებულ ქალაქში, თავისი ისტორიული უბნებით, თავისი განაშენიანებული არეალებით და ეს ფაქტობრივი მოცემულობა ჩვენ არა ვართ, ასე ვთქვათ, დუბაი, რომელიც რაღაც უდაბნოში შეიქმნა და უდაბნოში დაიწყო მშენებლობა, არამედ ჩვენ გვაქვს უკვე ჩამოყალიბებული ქალაქი თავისი ლოგიკით, თავისი არსებული ინფრასტრუქტურით და ეს განვითარება რაღაცნაირად უნდა მოხდეს ჰარმონიასთან იმაში, რაც უკვე გვაქვს. და სტრატეგია ზრდის სწორედ უნდა დაეფუძნოს აი სწორ გადაწყვეტილებებს თუ რის ხარჯზე როგორ ვიზრდებით. ფართოვდებით არეალში, უფრო იზრდება კომპაქტურობა, დასახლებულ და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ უბნებში თუ რა არის სწორი, როგორ უნდა განვითარდეთ. ჩვენ სანამ ეთერი დაიწყებოდა საუბრობდით გენგეგმაზე, მე დავინტერესდი ბოლო პერიოდში, ბოლოს 2019 წელს მიღებული გენგეგმით და საკრებულოშიც ოთხოვე უკვე იურიდიულ სამსახურს რაღაც ამოკრიბოს ძირითადი პარამეტრები თუ რეკომენდაციები, რამდენად სრულდება ეს რეკომენდაციები. თუმცა როგორც ხვდები, ეს გენგეგმაც ისე როგორც ბევრი რაღაც პრინციპული დოკუმენტი ამ ქვეყანაში შექმნილი, არ არის რაღაც კონსენსუსის საფუძველზე, არ არის რაღაც საერთო მოთხოვნა მიწოდების ბაზაზე აწყობილი დოკუმენტი და დიდი ალბათობით მე ეჭვმაქვს, რომ იქაც დავინახავ, რომ ბევრი ფორმალური ნაწილი იქნება, დარწმუნებული რაღაცები შეიძლება სრულდებოს, მაგრამ ბევრი რამე იქიდან ალბათ არ სრულდება, იმიტომ რომ უამრავი ცვლილებები შემოდის საკრებულოში, სლომებზე მათ შორის, აი ზონალურ ცვლილებასთან დაკავშირებით იმასთან ამასთან. მაგრამ რაც არის, ეს არის, სადღაც ვართ და რაღაცა უნდა ვქნათ, იმიტომ ქალაქი იზრდება. მე პირადად მაქვს დაბეჭდილება ისეთი, რომ რაღაცა არასწორად კეთდება, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც პრობლემები გვიგროვდება, რომელიც გადაწყვეტას, რომ ქართულად
მივაყუჩებთ ხოლმე და გეგონება ეს პრობლემა ჩაგვივლის და არ შევიმჩნევთ, რაღაც გავაგზავნეთ ერთ მიმართულებით მოძრაობას, მაგრამ მშენებლობა არ არის მარტივი ამბავი და ხშირად ადარებენ ხოლმე აი არქიტექტურაში თუ მშენობაში დაშვებულ შეცდომას, ექიმის შეცდომას, რომელიც საუცხოოდ გამოუსწორებელია. მოდი დავიწყოთ თქვენი ხედვით, ბატონ ირაკლი, როგორ უნდა გაიზარდოს თბილისი? რა მოცემულობა გვაქვს, რა შესაძლებლობებია და რა იქნებოდა სწორი? რაზე გავაკეთებინა აქცენტები? მადლობთ. ესე იგი, მე მაქვს რაღაცნაირად ჩემი ხედვა ჩამოყალიბებული, არა მაქვს პრეტენზია, რომ ეს არის, რა ქვია, ერთადერთი სწორი, მაგრამ სხვადასხვა ქალაქების, თქვათ, რაღაცა ეგ სამსახურებთან მაქვს თუნდა კონტაქტი უფრო სწორად და რაღაცა გარკვეული რაღაცა სამუშაოები ჩატარებული. და გარდა მაგისა, აი საკმაოდ ბევრი წელი რაც ამ სფეროში მუშაობ. აძლევს იმის უფლებას, რომ ამ თემაზე ვილაპარაკო და რაღაც ჩემი აზრი გამოვთქვა. მე მგონი, რომ აქ რამდენიმე საკითხი ეგრე არ არის, რომ თქვა, აი პირდაპირ რაღაც ერთი მიმართულებით ვიაროთ. დავიწყოთ იმითი, რომ თბილისი, ხა თქვენ აღნიშნეთ, რომ აი უამრავი მიგრაცია და ჩვენ ელემენტარულად დავაკვირდეთ აი დილით და საღამოთი თბილისის შემოსასვლელებს, ესე იგი ეს პირდაპირ იკითხება, რომ ხალხი მოდის ლოკომატურის საშუალად, სამუშაოზე, დილით მოდის, საღამოთი ბრუნდება სახლში, ანუ ეს პირდაპირ მაგის ამაზე მეტყველებს. ამის გამო ეს იწვევს უკვე თქვათ იგივე საცობებს და იგივე თქვათ აი ამ სატრანსპორტო კოლაპს ქალაქში. ეხლა ამის გამოსავალი რამდენიმე არის. ერთი ის, რომ რაღაცა აქცენტები და რაღაცა სამუშაო ადგილები, ეხლა იქ სადღეგრძელოს არ ვამბობ. ამას კიდე ცალკე თემაა როგორ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ თქვათ ადგილებზე. იმიტომ რომ აი ბევრი მაგალითად ეხლა სამშენებლოში ვინც დაკავებულია, უამრავი ადამიანი არის, რომელიც თბილისში მუშაობს, თქვათ აქ და პატარა ნაქირაებ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს, როცა მაგალითად ზესტაფონში აქვს სამსართულიანი სახლი დაკეტილი. ანუ აი ეს პრობლემა ერთია ცალკე ეს არის, რა ქვია, რაღაცნაირად საფიქრელი და ცალკე გასაკეთებელი. მეორე საკითხი არის, სხვათაშორის ამ თემაზე მე ამასიანთ რაღაცა ეს ჩავწერეთ, ძალიან აუცილებელია თბილისში გაკეთეს ელექტრომატარებელი, ეგრეთ წოდებული ელექტრიჩკა, ხო? ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც თქვათ აი ამ სატრანსპორტო იმას გააკეთებს. ეხლა აბსოლუტურად წარმოუდგენელია, იცით, აი 35 წელია ეგ ვერ მოხერხდა. საოცრებაა, ანუ აი უმარტივესი ის არის, რა ქვია, რაღაცა. და თან ამ შემთხვევაში პრობლემა თქვათ რაღაცის გაკეთების, თუნდაც რიკოთის გზების გაკეთება და რაღაცა იქ გასაკეთებელი იყო ხიდები, გვირაბები, რაღაცები. ხაშურიდან თბილისამდე, როცა სწორი, აი რუკაზე რო დახედა ხა, იქ რო ნორმალური თქვათ ჩქაროსნული მატარებელი იყოს და ადამიანს შეეძლოს თქვათ ხაშურიდან თბილისში ნახევარ საათში ჩამოსვლა, ხო აბსოლუტურად რეალური არის ეგ. იგივე თქვათ რუსთავი თბილისის რამდენი საუბარი არ გაუთაებლად, ხო? მე იმას ვლაპარაკობ, რომ რატო არ შენდება ავტოსადგომები და რატო არ შენდება რაღაცა და ერთი კითხვა არ დასმულა, მეტრო რატო არ შენდება. ურბანული ტრანსპორტი, რომელიც რაღაცა კი არა სერიოზული თქვათ გამტვირთვა იქნება ქალაქისთვის, ხო? რა გახდა ეგეთი ახლა რომ მეტრო 21 საუკუნეში. მილიონ ნახევრიან ქალაქში. 35 წელი, მე-13 საუკუნე გავიდა. შეიძლება მეტრო რო არ იმას ქნათ? აი რაღაც, ხო, ანუ ეგ მაგიტომ რა რომ ეგ საკითხები ბევრი რაღაცისგან შედგება. მე ამას არ ვუყურებ, ეხა მე მიმუშავია თქვათ მერიის სისტემაშიც, არქიტექტურის ესე იგი სახელმწიფო სამსახურებში და მაგ რაღაცა განცდა რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ პრობლემას და გაკეთებადია, ეს არ არის ისეთი შეუსრულებელი რაღაცა. აი ეს არის ერთი მიმართულება, რომელიც თქვათ ამას რაღაცნაირად აი იმ პრობლემას, რაც თქვენ კითხვაში დამისვით, აი ნაწილს თქვათ ეს მოაშორებს. მეორე არის აი ქალაქში არ ხდება და ვერც მოხდება, იმიტომ რომ აი ესეთი დამოკიდებულებით
როცა გავაუქმეთ ქალაქ პროექტი, როცა გავაუქმეთ აი ის საბაზისო ორგანიზაცია, რომელიც უნდა მუშაობდეს ქალაქის ახალი урბანული ტერიტორიების მოკვლევაზე. ეხლა მარტივად თქვა თქვენი მაყურებლისთვის რო ავხსნა. ეხლა სულ საუბარია რომ რატო აშენებენ ეს დეველოპერები ქალაქში, რატო იმიტომ აშენებენ დეველოპერები ქალაქში, რომ იქ იყოს მყიდველი და იყიდონ, იმიტომ რომ თქვა დეველოპერი რო გავიდეს პირობითად სადღაცა ერთ-ერთი მონაკვეთი იყო საჯეირნო თბილისის ზღვის უკანა მხარე, რომელიც ამაზე იყო ძალიან ინტენსიურად მუშაობა 80-იანი წლების ბოლოს. იქ რო გაკეთებული იყო და არაჩვეულებრივი ადგილია ყველაფრით. და იქ დაიწყო შენობილობა. დეველოპერი წავიდეს და ერთი საცხოვრებელი სახლი ჩადგას. იქ რო ბავშვები იცხოვრებენ სადისწავლო. ანუ урბანული განვითარება, ახალი урბანული ტერიტორია დამოკიდებულია თავიდან ბოლომდე თანამონაწილეობაზე კერძო ბიზნესის და სახელმწიფოსი. ანუ ავტობუსის მარშრუტი სახელმწიფო უნდა გაიყვანოს. პოლიციის განყოფილება სახელმწიფო უნდა გააკეთოს. სკოლა, საჯარო სკოლა სახელმწიფო უნდა გააკეთოს, ხო? სოციალური ინფრასტრუქტურა სახელმწიფო უნდა გააკეთოს. დეველოპერს ხوار დავუვალებთ, რომ პოლიციის გააკეთე განყოფილება. ანუ ესეთი ხედვა მე ვერ დავინახე, ესე უნდა მოხდეს. აი ახალი урბანული სხვათა უფრო მეც გეტყვით. ჩვენ გვაქვს წინადადება კონკრეტულად ჩემ წინადადებას, რაღაც ჩემ კომპანიას, მოდი რაღაც ტერიტორიები მოგვით ჩვენ დავიწყებთ განვითარებას, კაპიტალიზაცია პირდაპირ პასუხისგებლობას ავიღებთ ისეთ საჯაროებითი საბანკო გარანტიებით, რომ მოვახდენთ კაპიტალიზაციას, ოღონდ სახელმწიფომ ეს რაზეა საუბარი, რომ მე გავაკეთებ თქვათ დეტალური დაეგმარების პროექტს, ყველაფერს. ხო, რაც გასაკეთებელია სახელმწიფო რაზეა ლაპარაკი, თქვათ ეს საინჟირო ესე იგი მეურნეობები, რომლებიც თქვათ წყალკანალი, გაზი, ესე რა ქვია, და ასე შემდეგ ელექტროენერგიის მომარაგება, იმათ ტარიფში განვითარება ხო აქვთ. ტარიფში განსაზღვრულია, რომ თქვათ ახალი ქსელების და ხო იმათმა უნდა მიიღონ ამაში მონაწილეობა და ესე ვითარდება ქალაქში. ხო არის თქვათ ქალაქის დედაქალაქის ამ შემთხვევაში რაღაცა მეურნეობა, ავტობუსების და რაღაცა. ახალი ხაზები, ახალი მიმართულებები, ახალი რაღაცები უნდა კეთდებოდეს, ანუ ესე უნდა იზრდებოდეს. ერთიანად უნდა იზრდებოდეს. ესე არ შეიძლება რომ მარტო დეველოპერი წავიდეს და ისეთი რა ქვია, რაღაცა ერთი შენობა ააშენოს. არაჩვეულებრივი კარგი ყველაფრით. იქ ხო აი წარმოიდგინეთ ცხოვრობს ბავშვიც, ახალგაზრდაც, იმას სამსახურში წასულა უნდა, იმას პენსიონერი არის და რაღაცა ქუჩაში ეზოში გამოსვლა უნდა და რაღაც სკამზე და ჯამუჯდომა ხო? ანუ ეს მთლიანად გასააზრებელი და ამას კერძო ვერ გააკეთებს. და თუ ეს კერძო ამას აკეთებს, მაშინ რა თქმა უნდა საკრებულო დომერია მაშინ. თუ პოლიციაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ და მე ბარიღამ ჩვენ დავიკირაოთ, ხო? პოლიციელები. არ კეთდება ეგრე რა, ეს აქ ლაპარაკი ჩემი მოგონილი არ არის, ეს არის მთელი მსოფლიოს პრაქტიკა, როგორ ვითარდება ქალაქები. ეხლა აი მაგალითად პირდაპირ გეტყვით რა, რო გაკეთდეს ეს დათვლები გვაქვს და სხვათა შორის თქვენ თუ გაინტერესებთ, მე შემიძლია დააკავშიროთ ის ხალხი, შევიძინეთ ჩვენ სპეციალური მცვლელები და ეხლა მიდის აი სწორედ ამ პერიოდში, აი ეს დღეებია უკვე ერთ კვირაზე მეტია, ამას ვითვლით აი რამდენი მანქანა შემოდის და გადის თბილისში და ამის იმას ვაკეთებთ კვლევას. და აი ერთ-ერთი მიმართულება არის მაგალითად სამხრეთ საქართველოსდან აი ფონიჭალა მარნეული თქვათ სოღალუღი რუსთავი აი მიმართულებიდან მანქანები დაახლოებით აი ხა არ მინდა რომ შევწდე 25-30000-ის რაოდენობით დღეში კი მანქანა შემოდის და გადის რომელიც ერთი ვიწრო ყელი არის აი ეს სოღალუღის მიმართულებიდან ხო შემოსასვლელი ეხლა რო გაკეთეს მაგალითად და ამას პირდაპირ ჩვენ საპროექტო წინადადებას, მაგრამ აბა დავით მითხარით ვის უნდა უთხრა ეგა. აი ვის უთხრა რომ აი ამას ვაკეთებთ. აი ეგეთი რამ სტრუქტურა არის? იყო თქვა სატრანსპორტო კომისია არის საკრებულოში ჩვენთან. მერიაში რა გითხრათ ახლა? მერიაში. და ეგეთი თქვა ხო კი ბატონო მაღაზია გადავიდეთ რა. და აი რუსთავის მიმართულ პირდაპირ გეტყვით რა. ჩვენ გვაქვს
პროექტი, რომელსაც ფიქრობთ, რომ ეს გასაკეთებელია, ნავთლუხის ვაგზლიდან რუსთავის მიმართულებით არის სარკინიგზო რამდენიმე ის არის ამაზე ჩქაროსნული მატარებელი გაკეთეს და რუსთავთან, რომელიც აი ლილოს, თუ წარმოვიდგინეთ, თქვა კახეთის მიმართულებიდანაც კი შეგვიძლია ავკრეფოთ ტრანსპორტი და იქ გაკეთეს ძალიან სერიოზული ჰაბი ეგრეთ წოდებული. სადაც აი მაგალითად გეტყვით ადამიანი თუ მოდის მარნეულიდან თბილისში აქვს საქმე, იმას უნდა შეელოს, რომ თბილისში კი არ ჩამოვიდეს და 2 საათიან საცობში კი არ იდგეს თქვათ. იმაში და მე რა პროვესა, რა ქვია, მანქანის პარკირება და მთელი პრობლემები, ხო? პირდაპირ ჰაბში გააჩეროს, იყოს დაცული თქვათ 10,000, 15,000 მანქანაზე, გააჩეროს მანქანა, ჩაჯდეს ელექტრომატარებელში და პრაქტიკულად ჩართული არის უკვე თბილისის სატრანსპორტო ქსელში, ხო? და 3 წუთში, 7 წუთში იყოს ნავთლუხშიან, სამგორშიან ნებისმიერ იმაში. ამით რა ხდება რა? იმ ჰაბის ტერიტორია მომენტალურად კაპიტალიზაცია იმ ტერიტორიის. მომენტალურად, იმიტომ რომ თუ დღეში და ეგრეც იქნება 10-15,000 მანქანა მოდის. ის რას ნიშნავს, რომ იქ ისეთი სერიოზული მოლი რო გაკეთდეს, ლოკაცია შეიქმნა. აბარა იქ ადგილი გაკეთება, რომელიც უძვირფასესი სავაჭრო ის გახდება, ხო? როცა გინდა არ გინდა თქვათ მანქანა, რომელიც თბილისში მოდიოდა ვისამართეთ სხვა მიმართულებით, იქ შეიქმნება, მოხდება იმ ტერიტორიის კაპიტალიზაცია. შესაბამისად, რუსთავის მანქანების და რუსთავის იმ გვერდზე ტერიტორიები, აი მშენებლობების გადასროლა, ესე თქვათ, აი პოლიტიკოსებისგან მომისმენია, რომ მოდი აუგზავნოთ და იქ არავაშენოთ და იმას მარჯვენა მოვაჭრათ და რა, ეგეთი რამე არ ხდება ხოლმე რა. უნდა აი იქ გავაჩინოთ ინტერესი. და შვენერი ანდაზაა რა, რომ დაფლი იყოს ბუზი ბახლავე, ხო? აი იქ თუ გავაჩენთ ინტერესს რა, რუსთავში მოხდება კაპიტალიზაცია და რუსთავის კაპიტალიზაცია რას ნიშნავს, რომ 142-53,000 ოჯახი ცხოვრობს რუსთავში. თქვენ წარმოიდგინეთ იქ რომ მოხდეს თქვათ კაპიტალიზაცია და თქვათ აი ამაში დაიხარჯოს პირობითად 150 მილიონი ლარი. იმათი კაპიტალიზაცია აი ჩვენი დათვლებით არის დაახლოებით 4,5 მილიარდი ლარის ფარგლებში იყო. ანუ თითო ოჯახის კაპიტალიზაცია ხდება 10,000 დოლარით. აი ამ სწორი გადაწყვეტილებით. აი ეს არის ბიუჯეტის ყაირათიანი ხარჯვა ჩემი იმედი. აი ვისაც ეს არ ჯერა და რაღაცა მოდი ავიღოთ ფანქარი, გინდა ხელოვნური ინტელექტი ჩავთოთ და გინდა არახელოვნური და მოდი დავთვალოთ ესენი რა. ძალიან ისეთი საინტერესო დამთხევა, იმიტომ რომ ჩვენ რუსთავშიც ჩვენ ყავს საკრებულოს წევრი. ჩვენ გავაკეთებინეთ ასევე კვლევა. რუსთავშიც ვიყიდებ მიწა და მაგმართულებით იმას. და ზუსტად მაგაზე გავაკეთეთ აქცენტი, რომ შოთა მუდმივად აქტუალურია, აი 25,000 ადამიანი ყოველდღე მოდის სამშობლოში. ადამიანი ყოველდღე მოდის სამშობლოში. ადამიანი არა მანქანა, საშუალოდ რო ვიანგარიშო შეიძლება 50,000 ადამიანი. ჩვენ კვლევაში 25,000 იყო. ეგ მარტო რუსთავიდან. არა, მე იმ მიმართულებას ვეძახი. ახლა არა, ჩვენ კონკრეტულად რუსთავზე ვლაპარაკობ და ზუსტად ეგ არის ჩვენ მე გავაკეთებინეთ კვლევა როგორ შეეხა დადის თურმე მატარებელი გარდაბნის, აი სამოქალაქო, რომელიც პრაქტიკულად არ არის დატვირთული, იმიტომ რომ იქ რუსთავში მოშორებით რაღაც სადგურიდან გაჩიანი და რაღაცა ხო. ხო და სინამდვილეში თქვენ თქვის არ იყოს ალბათ ჯამში აი 100 მილიონი ლარი აი ამ პრობლემა წყდება ის ფუნდამენტურად. ანუ რკინიგზის გაკეთება საერთოდ აი როგორ არის რა? რკინიგზა არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი სიამოვნება გაკეთებისთვის, მაგრამ არა, მან სხვა რაღაცაა რა, გაკეთება აი რკინიგზას აქვს ერთი მნიშვნელოვანი ისა რა, გზის გაყვანა თქვა აი რკინიგზა უფრო ძვირი ჯდება ჩვენი რელიეფისნაირ ქვეყნებში, აი ავსტრია, შვეიცარია თქვა, რატო? იმიტომ რომ აქ ქანები ძალიან მნიშვნელოვანი გასაკეთებელია და მოხვევის რადიუსი. ანუ ეგრეთ წოდებული პროფილის გაკეთება გზის არის ურთულესი და ძალიან ძვირი სიამოვნება, ასე ვთქვათ, და გვაქვს. ხო და მაგას ვუხევი არსებობს. ანუ ამაზე ვთქვათ იმის ერთი მატარებელი დადის ირაკლი ბატონო, მიდის გარდაბანში და დღეს ვაროს მოდის. გესმით? ხო და ნუ ეხლა აი რაზე მეწყვილებს, ეგ ვთქვათ, აი რატო არ კეთდება, ჩემთვის ამოუცნობია, როცა შეიძლება აი ამითი თბილისში ვთქვათ მოვახდინოთ სატრანსპორტო, მე არ ვეძახი რომ ამითი მოიხსნება სატრანსპორტო ისა. მაგრამ რომ მოვაყალდეს 15,000 მანქანა ცოტა არის? იმ ხალხს რო შეეძლოს მარტივად მისვლა-მოსვლა და იმ ხალხისთვის ვთქვათ 2 საათიანი მარტო ეკოლოგიაზე და ბენზინის წვაზე 25,000 მანქანა როცა დახოქილი დგას,
ეგ რატო რითი დადის, ვიღაც ხალხია მთავარია, მე სულ მაწუხებს ხალხი. ხო მუდმივად ეს ნარატივი გაზდებს ხელისუფლებაზე, ხალხზე მზრუნველობა. უბრალოდ ნახეთ რუსთავიდან როგორ დადის ხალხი, თვიში პატარა 20 კაციან ავტობუსში ფეხზე დგანან. ამდენი ხანი აი წვალობს ხალხი. ხო და გასაკეთებელი ელექტრომატარებელი არის გასაკეთებელი. მაგარია, გეთანხმებით 100% გეთანხმებით. აი მე ამ ეტაპზე თქვათ მე მგონია რუსთავი ხაში და რუსთავი თქვათ აი ნუ არის მანდ იყოს საწარმო ობიექტები ისინი მაცივრები რაღაცები და სოციჩეხები. რკინიგზელებმა მითხეს, რომ სიზმაპატიათ რკინიგზელებმა მითხეს ერთ-ერთი პრობლემა უბრალოდ იმისაც, რომ სიჩქარე იყოს მაღალი, ის რკინიგზის თვითონ გზა არის, რეაბილიტაცია საჭიროა 20 მილიონი ლარი. არა, არ არის ეგ პრობლემა რა. ეგეც არის ხალხის დასაქმება, ესეც არის რკინიგზაში 20 მილიონი ლარი. რკინიგზაში 20 მილიონი ლარი იმას მოუპარია ხა ტელევიზორში უყურე, ხო? ანუ აი რაც მოიპარა იმითი რუსთავი თბილისის გაკეთებოდა ეს მაგისტრალი. ანუ იმის გაკეთება ხა რაც გასაკეთებელია ეხა აი თქვათ იგივე კახეთის მიმართულება ნუ საერთოდ ჩემთვის ის არის რა მაგრამ პრობლემა არის კახეთში რა გურჯანამდე სწორ კარგად მიდის და მე გურჯანში აი თითქმის ეზოესუტატის მატარებელი ცოტა ის არის ხო ანუ გურჯანში შეიძლება იგივე ჰაბი გაკეთდეს და თელავი გურჯანი ხოხდეს კოლექტივი იქ იყოს თქვა სანამ რაღაცა მოძლიერდება ქვეყანა და გვირაბს და რაღაცა ტრასას უკვე ძვირად ღირებულ რამეს გავაკეთებთ იქ მოეწყოს ჰაბი და გურჯანი თბილისი მატარებელი იქნება რავი 9 საათიანი ხო და აი გინდა მარტო ხო რა ტურიზმი მრეწველობა ეკონომიკა მარტო ადამიანი რომელიც იმასთან მოდის კბილისეკებთან და იურისტთან ან ვიღაც მარტო იმაზე ხო არა საუბარი ახლაპარაკია დავდივართ ევროპაში ხედავთ რა არის მოგწონს რა არის ხო დადიან ხო იციან ამის აი ხო და ამ თემაზე მე სხვათა შორის ძალიან მიყვირს აი პოლიტიკოს საერთოდ არავინ რომ მაგაზე არ საუბრობს არც პოზიცია არც ოპოზიცია არ მომისმენია მე რა არა საკრებულოს ჩვენ მათ შორის პარკინგების აშენებაზე აი არ არსებობს გიორგი ჩემი კოლეგა ვინცა გირჩელიები მაგის ასე ვთქვათ თემაა ტრანსპორტი და სათავსო კომისიაშია და ნუ ისიც კი მოვიდათ პატარა ეს უსიამოვნო საუბარი ბატონ შალვა ობგაიძესთან რა იმიტომ შალვა ობგაიძის პოზიცია იყო ისეთი რომ თბილისში 700.000 მანქანა 30.000 პარკინგი ლანსაკოს აფერი ეშველება ესმით აი როგორ მოძრაობს როგორ არაშველა რატო არა გესმით აი ეს რა ჩანაწერს გაჩვენებთ საკრებულოს არა 30.000 მანდ სხვა პრობლემაა რა კიდე ეხა ეგიც კიდე მიდგომას ვიძახი ირაკლი ბატონო თორემ პრობლემებს მეტი რა არის მაგრამ თუ ესე მიუდექი რომ აი აფერი არა შაბიტო რა ვქნათ არის ისო მანქანიდან ხო თქვა იმ წილოსო მანქანიდან გადავждდეთ თუ ავტობუსებით ვიაროთ თუ მანქანები თაღავ უნდა ვიაროთ რატო უნდა გადავждდეთ მანქანები და არა ვიცი აი არა ჩვენც ეკითხვა დავსვით არა მანდ როგორ არის რა მანქანები კარგი ტრანსპორტი რო იყოს ეხლა მე მაგალითად გეტყვით რა აქ რომ მოვიდი მოვედი ავტობუსით სახლიდან იმიტომ რომ ეს მოსახერხებელი არის ჩემგან სხვა იქიდან ვაგის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან აქამდე ჩემს გიჟი ხო არა ვარ მანქანით მოსულიყავი და პარკინგი მეწევრა ანუ წილოსანმა ის თქვას რომ ჩვენ უფრო კარგს გავაკეთებთ და მე თუ ვინმე გიჟი იქნება რომ არ გადაჯდება რაზე ლაპარაკი რა უფრო მოხერხებული და გერმანიაში და იმეებში რომ დადიან თორე სხვათა შორის უფრო მეც გეტყვი ამ ხელახაცმა ესეთი ველოსიპედი ვიყიდე ელექტრო და ერთი პერიოდი დავდიოდი ველოსიპედი პრობლემა რაში არის ხო ვითომ ელემენტარული სად გავაჩერო აი მივედი აი აქ მოვედი სად გავაჩერო ველოსიპედი მივალ დამხვდება მარტო საბურავი ხო ანუ დაცული ადგილიც არ არის აი თქვა კინოში წავედი ან რაღაცა შე ველოსიპედი დავდივარ გასაჩერებელი არ არის მე რაღაც ადგილებია სადაც მიდის ველობილიკი და მე უცებ ფრახტა წყდება და საერთოდ ტროტუარიც არ არის ანუ მაგას ვამბობ რომ აი ნაწილ არის რაღაცეები გაკეთებული ნაწილ არის რაღაცა ნათქვამი რაღაცა გადაწყვეტილება ერთიანად აი ესეთი მიმართულება რომ გეზით ერთი გეზით გავაკეთოთ ეგ არ არის რა ანუ რასაც ვამბობ ახლა ჩვენ არ მინდა რომ ესე იმას ვქნა რა დავიწყეთ აი თქვათ მოგვარება აი ამ ქალაქის რაღაცა განვითარების მიმართულებით ხო ეგ ერთი გზა არ არსებობს რამდენიმე ეს უნდა აი სხვა რამეს გეტყვით რა იგივე თქვათ პირობითად სატრანსპორტო ხა შეიძლება უტრერება გავაკეთო მაგრამ აი ესტაკად 100 მილიონიანი ესტაკადის მშენებლობაზე შეიძლება ბევრად უფრო ის იყოს რა ქვია ეფექტური მაგალითად იმერეთის რაღაცა ზონაში ნიუ-იორკი და ლობიოს დოტაცია გავაკეთოთ 100 მილიონის და ეგვიპტეში არ ვიყიდოთ ლობიო. და ის ხალხი იქ დავასაქმოთ.
აი წარმოგიდგენიათ საქართველოში ხალხი შემოდის თურქეთიდან, ლობიო შემოდის ეგვიპტიდან და რა ქვია, ყვავილები ჰოლანდიიდან. რახან შემოდის იყიდება, ხო ესე იგი რაღაცა ტრანზაქცია ის ხდება, ხო ფულის გადახდა და რაღაცა. მაგის დარეგულება თუნდაც დოტაციური იმით არ შეგვიძლია? მაგის მომხრეები ჩვენ არა ვართ. დოტაციით. არა, ნუ ეხლა არა, ეგ ბიზნესმა უნდა ნახოს, ეგ შესაძლებლობა გაქვს, რატომაც არ მე ვამბობ, რომ ქვეყანა აი იმაში გეთანხმებით, რომ მოთხოვნა არსებობს, რა გვაჩნდება, მიწოდება. მოდი ეგრე გავაკეთოთ მაშინ რა. აი კითხვას გისვამთ თქვენ. რომ რაჯობია, რომ ავაშენოთ ესტაკადა, რომ იქიდან ბევრი მანქანები რო წამოვა და აი მანქანებს აქ 100 მილიონი ესტაკადა გავუკეთოთ. და გავაკეთოთ ის რომ ის მანქანები არ წამოვიდნენ. და არც ესტაკადა დაგჭირდება და არც არაფერი და რამენაირად ის ხალხი ფეხზე დავაყენოთ. ხო, ნუ ჩვენ შეიძლება ხო ვიფიქროთ რაღაც სტიმულებს, ახლა ზოგადად ის რომ რაღაც სუბსიდია გავაკეთოთ და ახლა პირდაპირ იმითი არ ნუ გაიგებთ რომ ნიუ-იორკი დავაფინანსოთ. ჰოლანდიამ ყვავილებს ყოველთვის უკეთეს გააკეთებს ალბათ ვიდრე ჩვენ. ჰოლანდიამ მაკრო გააკეთოს? კი ბატონო, გააკეთოს. ხო და ხელი უნდა შევუწყოთ, ხო? კი ბატონო, აი მაგას გეუბნები, ჩვენ შეიძლება რაღაც სტიმულები შევქნათ ხოლო და მე იმას კი არ ვიძახი, მაინდა-მაინც იმ ზუგდიდელმა იქ ჩადოს ინვესტიცია ჰოლანდიელმა და რა მიწა უფრო კაია, კლიმატი უფრო კაია, ნესტი უფრო ყველაფერი უფრო კაია. მესმის ბატონო, ირაკლი, მიუხედავად ამისა ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ზოგადად რა ეკონომიკური თვალსაზრისით არის ის, რომ არაპროდუქტიულები ვარ, დაბალპროდუქტიულები ვარ და მათ შორის იმით, რომ ჯერ კიდევ სოფლად ბევრი ადამიანი ცხოვრობს. და ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან 5000 კვადრატულ მეტრ მიწაზე რაღაც ეწვალები, ანუ ვერასოდეს ვერ გახდება. არა, ეს არის ნატურალური მეურნეობა რა. ხო, ეგ არ შეიძლება მაგაში იყოს დასაქმებული, რა ვიცი, მოსახლეობის. არა, დასაქმებულიც არ არის, კაცო, რა დასაქმებული ამ სოფლებში და ემებში დასაქმება არ არის რა, კაცო, დილით რო გაიღვიძებს და იმას რო გაუღებს ბოსას და ძროხა რო გამოვა, დადეს ტრასაზე და მერე მოვა ზავში. ეგ არის მეურნეობა? ხო და ნუ ეგ სხვა თემაა, ალბათ ფერმერობის განვითარება ჭირდება ამ საქმეს და ანუ სოფლად გლეხობა არ უნდა იყოს 21 საუკუნეში, უნდა იყოს ფერმერები უნდა იყვნენ და მაგ პრობლემას სხვა რამე გადაწყვიტავს რა, ანუ პირიქით, მან ცოდნა და ინვესტიციება უნდა შექმნან ის, რომ კი ჰოლანდიელებმა ჰოლანდიელები დაიპარტნიორონ და მართლა გააკეთო ყვავილების წარმოება. ოღონდ ეს უნდა იყოს დიდი მასშტაბური, რომ კონკურენტული არიან. აბა ის ხალხი ამ შემთხვევაში გლეხი და რაღაც ეგ იყო გადმონაშთი საბჭოთა, აქ უნდა იყოს ფერმერი და დაქირავებული მუშახელი. კი ბატონო. ანუ იმ ზონაში მაცხოვრებელი ეს არ ნიშნავს, რომ გლეხი არის. ის არის ჩვეულებრივი მომუშავე, მუშაობს ფერმაში, მუშაობს რაღაცა მეურნეობაში, შეიძლება იქ რაღაცა პატარა საწოლო ეკონომიკური აქტივობა უნდა გაიზარდოს. ოღონდ ეგ კიდე მოდი მაშინ ახლა ამდენი ეს გადაცემა მაგდენი თუ გვეყოფა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია მიწის ღირებულებაზე. ეს მოგონილია ჩვენ არ უნდა მოვიგონოთ, ჩვენ რაღაც უნდა ვთქვათ და აი პირდაპირ ვთქვათ, რომ დავიწყოთ, აი წარმოებები რატო არის მაგალითად რაღაცა წარმოება კეთდება ისეთ ადგილზე, სადაც იაფი არის მიწა. იმიტომ რომ მიწის ღირებულება და ნაკლები დაედება და ცენტრში კეთდება ხომე ბანკი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ის $200 ნომერი აიტანს $10 მიწის ღირებულებას და შენ თუ აკეთებ რა ქვია რაღაცა მარტივ იმას აპერპლეს პლასმასისგან, რომელიც ლარი ღირს, ის ვერ აიტანს $3 მიწის ღირებულებას. 4 ლარი უკვე რა ქვია საიმე-4-დი რო ის იყოს რა ქვია მიწის ღირებულება გასაყიდად ვეღარებს პროდუქცია. ანუ ეგ არის მიწის ღირებულება ხმის. ეხლა ეგ კიდე ცალკე თემა არის და ცალკე მიმართულებაა, მაგრამ ნუ ეგეც რა ვიცი მე ვისთან შეიძლება მაგ თემაზე საუბარი და მაგას ისე. ნუ ეგ ალბათ უფრო ცენტრალური მთავრობის ამბავია ხა თბილისის განვითარებაში ეს ცოტა ისეთია რა ვქია. ნუ ცხადი არის ერთმანეთთან კავშირი და შეიძლება დაკავშირება, მაგრამ ჩვენ მოდით ისე თბილისს დაუბრუნდეთ და ნუ ესე ჩავთვალოთ, რომ თბილისი ბუნებრივად იზრდება, ხო გაქვს დემოგრაფიული პრობლემა და თქვა გადაუწყვეტეთ ეს დემო და ვიზრდებით, მაინც ვიზრდებით. და მე მინდა რაღაც დაუბრუნდე იმ საკითხს, რომელიც დასაწყისში ვთქვი, რომ ჩემთვის რაღაცნაირად მე მინდა რომ ეს ჩემი პირადად რაღაც პოლიტიკური პროექტითაც ვაქციო და ყბადაღებული პრობლემა, რომელიც რა ვიცი, სულ ყველა ლაპარაკობს ამ პრობლემაზე, პრობლემა არ წყდება, ან ისეთი ტემპები წყდება, ჩვენ საუბრობდით, რომ ამ საუკუნეები არ ეყოფა, აი კონკრეტულად ხრუშჩოვკების ჩანაცვლება და ჩემი მოსაზრება რა არის? როცა ჩვენ აი თბილისში ვფიქრობთ განაშენიანებას,
ახალი უბანი ესე განვითარდა, რაც თქვენ ბრძანეთ, სწორია, ესე უნდა იყოს, როცა დაიგეგმება ახალი უბანი, უნდა დაიგეგმოს სწორად, უზრუნო ყოფილი იქნას თავისი ინფრასტრუქტურა და ადამიანი მართლა რომ მიდის სადღაც საცხოვრისად, მერე ის ბავშვები სადევარი არ უნდა ყავდეს სკოლაში, 30 კილომეტრი არ უნდა ზომოს ბავშვი წაიყვანოს და წამოიყვანოს ყოველ დღე, თუ მშობელმა თუ ბებია-ბაბუამ და ასე შემდეგ, ანუ უბანი საცხოვრისი იმდენად კომფორტული უნდა იყოს, რომ მის გარშემო იყოს ესეთი ობიექტი, რომ ოჯახისთვის იქ ცხოვრება იყოს კომფორტული. და ტყილა მე ხშირად მოვიყვანე მაგალითად თუ ჩემი ბავშვი პირადად აი გავანებებინა იმ კლუბში სიაროს თავის სპორტში რომელიც იყო დიდი ღომში საბუთოვო დიდი ღომამდე და 3 საათი გჭირდებოდა ყოველ დღე მით უმეტეს სკოლის მერე პიკის საათი ისა ეს ნუ ეს მოსემულობა ესეთი პრობლემა არის რა და იმის პარალელურად რომ აშკარა რომ მუნიციპალიტეტი ძალიან მძიმედ და მე არ ვიცი არც კი წავა მე საყდურო კიდევაც აი ვცდილობ რომ ეგ ბევრჯერ გავაჟღერო სხდომაზე ეს რომ აი მუნიციპალიტეტი ხერა ძალიან ხომ უნდა ფიქრობდეს აი ზუსტად ინფრასტრუქტურულ პროექტებს რომ რაღაც გადაწყვეტებს აი პრობლემა გადაწყვეტის გზა პრობლემა ანუ რა დაკავებულია მეცნიერად ამ რეგულატორული ფუნქციით გაიგე აბა ვის იმან რაღაც არქნას ამან რაღაც არქნას იმის ვაკონტროლოთ ეს ვაკონტროლოთ და რაღაც პრობლემების გადაწყვეტისადმი მიდრეკილი საერთოდ არ არის დღეს მუნიციპალიტეტი რომ აი ესეთი მასშტაბური პროექტები აი იგივე თქვენ რომ ბძანეთ აი უბნის განაშენიანებს თვითონ აი წარმოიდგინეთ რომ დაგვიძახოს გესმის აი დეველოპერები დაუძახთ აი მოდი იქნება ეს ვიფიქროთ აი როგორ რა გავაკეთოთ რა მასშტაბის უბანი გავაკეთოთ რაღაც რახან ეს ინფრასტრუქტურული პროექტებისად მიდრეკილი არ არის და აგე სატრანსპორტო კოლაფსი გვაქვს რაღაცა მე ვიძახი რომ კაცო როცა გვაქვს ყადაღებული ხრუშოკების პრობლემა და ვფიქრობთ ახალი საცხოვრისის აშენება გვინდა გჭირდება მოთხოვნა ანუ განახლება ხო თუნდაც კაცო სად გავდივარ და სადღაც იმე ვიგონებთ რაღაც აშენებას როცა აგერ ფაქტობრივი მოცემულობა გვაქვს რომ ადამიანები ცხოვრობენ სახლებში რომელსაც სეისმომედეგობის სტანდარტიც კი არ აქვს აშენა მაშინ ეს ნორმებიც კი არ იყო სეისმომედეგობის არა სეისმომედეგობის ნორმები 1992 წლამდე რაც არის აშენებული მაინც არის 7 ბალზე ხო მაინც არ არის აკმაყოფილი სახალ სტანდარტს მე ვიცახი უარეს კარგიც რო იყოს რა და მაშინ გამონგრეულ მიშენებულ და აშენებულ რო არ იყოს და ვიცით რომ ეს პრობლემა დგება მეორე კუთხით ესეთი უბნები აი მომყავს მაგალითად თქვა ქავთარაძის ვაჟა-ფშაველას კვარტალი ვარკეთილში უკვე ავარიული სახლები არის ბევრი რომ კაცო აგერ ორ ქავთარაძის მაგალითი და ვაჟას სირვა ვიღოთ ხო 2 მეტრო სადგურ შუას მეტრო რო ვლაპარაკობთ ახლა 30 წელი 1 მეტრო სადგური კომუნისტებს დაწყებული ზევზავამთავრეთ მეტი არ გაგვიხსნია ანუ რაღაცა ვერ ვაკეთებთ ამ საქმეს და აგერ არის გამზადებული ინფრასტრუქტურულად უზრუნველყოფილი არეალები ხო და იქ სიმჭიდროვე არის ძალიან დაბალი აი იმ ქავთარაძეზე კონკრეტულ მონაკვეთზე რომელიც ახლა მე ვამუშავებინებ არქიტექტურის მაგის კონცეფციაზე 0.98-ია მათ კოეფიციენტი. კი ბატონო, ფაქტობრივ მაგდენიც არ არის 0.98. არა, ეხა მეტი არის, იმიტომ რომ იქ დაშენება, მიშენება და აი ეს გაზრდილი ფართები რაც აქვს მაგათ და ერთი და ორამდე მე კონკრეტულად გეტყვით 7 გექტარი ტერიტორია მოხაზე. თქვენ შეიძლება ამას ფაქტობრივ რაც დასაკუთრებულია მიწის ნაკვეთი იმას გულისხმობთ. მე მთლიანი არეალი მოხაზე, არეალი როგორც იყო დამტკიცებული ხრუშოვკის ეხა მე მაგას ვიძახი, ეს წითელი გამოჯნოს ისინი ჩემი აკეთებული და 0.18 იყო. გეთახმებით, ოღონდ მე რახან ეს არეალი 14 კორპუსია მთლიანად არეალი შემოსავლე, ქავთარაძეზე, იქ გამოვიდა სადაც 0.80-ს არ არის რაღაც 0.80. ხო, მაგრამ მან რამდენი კორპუსი არის? 14 კორპუსი. თითოში ცხოვრობს 24 ოჯახი. არა მეტია. არა, ორი სადარბაზო 12 ბინაა თითოში 4 სართულიანებია. იცით რომელია აი უნივერსიტეტის მაღლებიდან რომ ჩამოვდივართ და ეგრევე მარჯვნივ უხვევ და უნივერსიტეტსა და იმასწორებს. ვიცი, კაცო, ზეპირად ვიცი. მან და არის 4 სართულიანი. კი, 4-5-ცა და სადარბაზო თითო სადარბაზოში არის 3 ოთახიანი, 1 ოთახიანი და 2 ოთახიანი. ერთ სართულზე. ორ სადარბაზოიანები. არის 4 სართული. თითო სადარბაზოში ცხოვრობს 12 ოჯახი. პანელური სახლები არის, მე გადაღებულიც მაქვს ვიდეო, ხო, სრულპანელურია. კი ბატონო. ეგ არის, კი პირდაპირ გეტყვით რა, ფართები როგორ არის, ხა ეგ ზეპირად ვიცი რა. მანდ არის 3 ოთახიანი, მერე შუაში 1 ოთახიანი და 2 ოთახიანი. პატარა ლოჯებით 2 ოთახიანს და 3 ოთახიანს. ეს არის ერთ სადარბაზოში
3 სართულზე არის 4 სართულზე არის 12 ოჯახი 4 ჯერ 3 12 და ორი სადარბაზო არის 24 ერთ სახლში ცხოვრობს 24 ოჯახი ეხლა თუ გავითვალისწინებთ ძალიან ბევრია დაშენება და ნუ მაგალ შეიძლება ვიანგარიშოთ რომ დაახლოებით 30 ოჯახამდე არის თითო 400 ოჯახი ეგ არის დაახლოებით 400 ოჯახი ჩვენ მანდრო დავიწყოთ თქვათ მშენებლობა და აი მაგათი ნუ ტრადიციული იმითი რომ მოდი გაგიყვანთ ეხლა იმას თუ უკავია პირობითად 70 კვადრატული მეტრი ნუ ცხადია იმას მოუნდება არა 70 არამედ მეტი ხო შესაბამისად იმას თუ მოუნდება 100 კვადრატული მეტრი ну აი დღევანდელი 25%-იანი რო ვიაგარიშე მემატება. ეგრე გამოდის ახლა 90 ტონა. კი, ეკონომიკა თუ კოეფიციენტს ავიყვანთ განაშენებას სადაც 4-მდე, აი ძალიან კარგი ეკონომიკაა. არა, ეკონომიკა კი გამოდის, დავით, მაგრამ მანდ არის შემდეგი პრობლემა რა. ჩვენ თუ ეგრე გავაკეთეთ ეს რას ნიშნავს, რომ თუ აი იმ ზონაში ახლა მარტო ქავთარაძეზე ხო არ არის, ახლა ლაპარაკია რომ ამ ხრუშოვკებით 411 კლასიკური ხრუშოვკაა თბილისში, ამ საკითხების გადაწყვეტა ეს არის ნავთლუღში, ეს არის მაშინ რა ქვია, კრწანისის ქუჩაზე არის, ვარკეთილში, იმაში დიღომში და ვაჟებშაველას კვარტლები. აი ვაჟებშაველას კვარტლები მაგალითად იქ არის 100-102 ჰექტარი არის ეს ტერიტორიები, ესე ვაჟებშაველას ლუცუბიძის შორის. კი ბატონო. ჩვენ ხა მაგაზე მე თქვათ აი სამსახურებრივად მიწევდა მაგაზე მუშაობა დათვლა. მანდ არის ეგეთი რაღაცა რა. იქ თუ პირობითად ცხოვრობს, ნუ არა მარტო პატარა ზონაში, ქავთარაძეზე, არამედ მთლიანად დაახლოებით ცხოვრობს 7-8000 ადამიანი. ჩვენ რო აი დღევანდელი მონაცემებით აი რაც ღირს შენებლობა, რაც უნდა გავცეთ და რაღაცა ჩვენ ესე იგი აი ეს 8000 ოჯახი უნდა დავუკმაყოფილოთ და კიდე უნდა ავაშენოთ დაახლოებით 35000 ბინა, ხო? არითმეტიკა ხო ეგეთია? ანუ სადღაც 45000 ბინა უნდა გავაკეთოთ იქ. ეგ რას ნიშნავს, რომ ესე იგი სატრანსპორტო ესე 4ჯერ გაიზრდება მანქანების მისვლა-მოსვლა, ხო იქ? ხო. იქ არის თქვათ რაღაც რამდენიმე სკოლა თუ არის თქვათ იმ ზონას აქვს ახლა 3 სკოლა უნდა ავაშენოთ კიდე 10 სკოლა ხო ეგ ვინ უნდა ააშენოს ეგ ჩვენ შეგვიძლია კერძო კომპანიებსაც ავაშენებინოთ არა ავაშენებინოთ რა რას ქვია ანუ ჩვენ გამოვუყოთ იქ ხო მთელი ამბავი ისე რომ ტერიტორია რა ვიცი ევროპულმა სკოლამ სამი სკოლა აშენა დოტაციას არ ეთანხმებით გირჩი რა ქვია სკოლა ავაშენა ნეტა ყველა 12 სკოლა ნეტა ყველა კერძო სკოლა იყოს 12 ერთი შეიძლება ვიღაცა შეასწინოს და ირაკლი უყურეთ დაახლოებით ეგეთივე ის არის აი რა უყოთ ამდენ მანქანების ამდენ მოძრაობასო და რამე ჯიქიაზე რო აშენდა სახლები სად მიდის ის მანქანები სამერე რა ხდება მაგაზა არა რა ვქნათ აბა ხონდა ხო შენდება მაინც ჯიქიაზე არის კომპლექსი ავაშენებული რეფერენსები ხონდა ჩამოვაყალიბე შენი სახლი ჯიქიაზე მქონდა კოეფიციენტი 4 და 6 და მე რო დავთვალე თბილისის ისტორიაში ერთხელ მოხდა ეგეთი შემთხვევა საკრებულოზე ვთხოვე რომ შემიმცირეთ მეთქი კოეფიციენტი და 2 და 3 ეგეთ რამე გაიგია წერტოთ 2 და 3-ით გავაკეთე რა შენი სახლი ჯიქიაზე იმიტომ რომ დავთვალე ხა კალკულატორიც მაქვს თვლაც კარგად ვიცი ყველაფერი რა და მოგება და ის ვიცი რა ვერ ყვევი მაგაში ნახე რომ ის იყო რა წარმოუდგენელი ხდებოდა. ოღონდ ეგეთ შემთხვევაში აი მაგალითად ეს კოეფიციენტები ხა აი სხვათა შორის ხა რა ვიცი მე აი დარწმუნებული ვარ აი ვინც კოეფიციენტებს საუბრობს საერთოდ არ იციან რაზე რა არის კოეფიციენტი დარწმუნებული ვარ მაგაში. აი მე მაგაზე რომ მოდი გავზარდო როგორ უნდა გავზარდო. აი კოეფიციენტი არის დაახლოებით კოეფიციენტი ეს განაშენიანების სიმჭიდროვე. გასაგებია, მაგრამ ეს არის არსებული რეალობიდან. აი თქვათ იგივეა, რომ აი თქვათ მანქანის რაღაცა რიკოце მაგალითად რაღაც მონაკვეთია და წერია, რომ 40 კილომეტრია სეჩქარე. და ჩვენ რო გვინდა რომ დროზე ჩავიდეთ და გადავწყვიტოთ საკრებულოში და კომისიაზე და მოდი 100 იაროს. ის 40 იმიტომ რომ იქ ცუდი მოსახვევია, რაღაცა ის არის ხილვადობა ცუდია, რაღაცა პირობების გამო არის. აქაც კოეფიციენტი რომ მიღებული არის მაგალითად რაღაცა ეგ ნიშნავს რომ აი რაღაც ფაქტორების გამო მივიღეთ
ეგრე ხო? არის მოქმედი კოეფიციენტი 2.5-ია მანდარეალში ქავთარაზე. არა, მაგარეალში არა, იმ სახლებზე არ არის, იქ არის რაღაც ახალ ტერიტორიებზე 2.5 2.5 არის, ნუ ზონა რაც ადევს იმას. ხო და 2.5 კოეფიციენტი მაგას არ უშველის. 2.5 არ უშველის ეკონომიკა მამიცეს მაგის. ეგეთ შემთხვევაში როგორ ხდება ხომ? მაგალითად, მე რო 6 ჰექტარ ტერიტორიაზე გავაკეთე 2 და 3, 4 და 6-ის ნაცვლად, ეგ რას ნიშნავს რა? ეგ იყო ჩემი აქტივი, ასე ვთქვათ, ხო? აი მე შემეძლო რომ გვერდზე ვთქვათ, ვინც აშენებდა და იმას ჭირდებოდა კოეფიციენტი, რომელიც მერიაში მივიდა და საკრებულოში და იქ მოუმატეს, წესით როგორ ხდება? მე უნდა მიმეყიდა ჩემი მე მომეკლო. თქვენ ქონათ იგეც ხო? ეხლა აიღეს პრაქტიკულად რეალურად ნუ გამაბრიყვეს, ეგრე გამოვიდა, ხო? მე ის გავაკეთე და აიღეს ჩემი იმას მიყიდეს. ეგრე არ არის? ქართულად ეგრე ქვია. ხო. ხო და ნუ ეგეც ვიცი რა. ნუ ვფიქრობთ რომ ვერ ვიცი როგორც არის და ამის გაკეთება არ შეიძლება მეთქი რა. არასწორი არის. არასწორი არის, ამას ჭირდება ხრუშოვკები მისახედია, აუცილებლად მისახედია, მაგრამ ეგრე მექანიკურად რომ კოეფიციენტი გაუზარდოთ, მე მგონი აი უყურეთ, კარგი, მოდი გავაგზავნოთ ეგ თემა. როცა მე მაგას ვიძახი, რომ სიმჭიდროვე გაიზარდოს ხო, ეგეც მესმის, რომ იქ რა სატრანსპორტო კვანძის გაფართოება ჭირდება, სჭირდება ინფრასტრუქტურა, სკოლა, ბაღი, ეს ყველაფერი დადგება აუცილებლად. მთელი ამბავი კომუნიკაცია. ხო, უყურეთ, მთელი ამბავი ისაა, რომ ეგ მიდგომა სწორედ კომპლექსურად უნდა იყოს. აი როცა ვიძახი, აი როგორც არის ახლა განაშენიანებული, აი ეგ 7 ჰექტარი ტერიტორია. ეგ რომ ჩვენ ანუ გავზარდოთ ინტენსივობა ავიდეთ სიმაღლეში, გამოვანთავისუფლოთ მიწა და შევავიწროვოთ, გავზდით გზას. 7 ჰექტარი ხო ძალიან პატარა ტერიტორია რა. კი, ძალიან პატარა ცოტა. აი შენი სახლი ჯიქიაზე კომპლექსი რაც არის, იქ ის არის 6 ჰექტარი. იქ ცხოვრობს 1800 ოჯახი ახლა. 2 და 6 კოეფიციენტა გაკეთებული. პირველ სართულები არის საზოგადოებრივი და მაღაზიები და ანუ შეკრული თვითკბარი მეზობლები ვარ, მესმენად გამანაშენიანი. ხო. ანუ მე რისი თქვა მინდა რა რომ მან დააქვს ეგეთი ხა კვლევები მე არ ვიცოდი რომ ეს დამჭირდებოდა მაგ ეს კვლევები ამას ვაკეთებთ თქვათ რა რაოდენობის ბინები იყიდება საბურთალოზე თუ არ ვცდები წლიური გაყიდვები საბურთალოზე არის 7000 ტრანზაქცია ხდება ძველიც ახალიც ეს მეორადი და ახალი აი ჩვენ მაგალითად საბურთალოზე როცა ძალიან პოპულარული გახდა ეგ პროექტი და ძალიან მოთხოვნადი იყო მაშინ ჩვენ ავედით დაახლოებით საბურთალოს ბინების 10%-ს ვხედით და ეგ იყო ისეთი ზღაპარი მაჩვენებელი რა ეხლა წარმოიდგინეთ აი იმ ხრუშოვკებზე რა ჩვენ რო დავიწყოთ თქვენი წინადადებით რომ იქ კოეფიციენტი გავზარდეთ შევეშვათ ამ სიმჭიდროვეს სოციალურ ინფრასტრუქტურას მიწოდებას გავზდით. ხო, გავაზარდოთ ბინები რა. ეხლა არის 400 ბინა და უნდა გავაკეთოთ, რა ქვია, რამდენი რა? ნუ რა ვიცი, 1000 ბინა. 2000 ბინა რა. ესე იგი, ეგ გამოდის, რომ იმ 2000 ბინის გაყიდვას თქვენ მოუნდებით ერთი დაახლოებით 10 წელი. ან ფასი უნდა დააგდოთ. თუ ეკონომიკა მოგცემს საშუალებას რომ კარგი მიწოდება გააკეთო და კარგი მიწოდება არის ფასი. ხო, მაგას გეუბნები. არა, ფასი მაშინ მაგაზია ლაპარაკი, მაშინ უნდა აჟენოთ მეტი. ანუ მან როგორაა ლაპარაკი რა? მაგ ტერიტორიაზე პირობითად მე რომ ეს ხალხი გავიყვანო და ავაშენო ესეთი ტაუნჰაუსები ეგრეთ წოდებული 60 სართულიანი, რომელიც აი არსებული გამწვანება მაგას ერთი პლუსი ახრო ისეთი გამწვანებული ზონა არის. აი მან რო ჩავსვა თქვა ეგრეთ წოდებული ტაუნჰაუსები 3 სართულიანი, მე გარწმუნებთ რომ მან ბინებს გავყიდი 3000 დოლარი თქვა ატუმეც. მაგრამ მან თუ გავაკეთებ 4 სართულიანის ნაცვლად, მე ავაშენებ 15 სართულიანს, მან ბინას გავყიდი 1200 დოლარად, 1300 დოლარად. მაგაზია ლაპარაკი. ანუ თქვენ ძახით განაშენების კონცეფციაზე. არა, უყურე ხო და უყურე ამაზე ხო უნდა ვიმსჯელო თქვა როგორი გადაწყვეტილებაა ვქნათ სიტყვაზე იქით კვარტლებში მოდი ესე ვქნათ იქითა კვარტლებში ვაჟებშალოს კვარტლებში სხვანაირი გადაწყვეტილება მოვიფიქროთ თავთარაძეს სხვანაირად იმიტომ რომ ერთი არეალია ხო დავჯდეთ და სადღაც გავაკეთოთ თაუნჰაუსები 3000 დოლარიანი მაგას ვიხვეწები რომ გავაკეთოთ ეგეთ რა სხვადასხვა ოფისში გავაკეთებ ოფისის სპეციალურად ისეთი გავაკეთეთ და ვიხვეწებით რომ მოდით რამე ინიციატივები
მოტივები, რომელიც შეიძლება ისეთი იყოს, რომ აი იცოდე როგორი არ უნდა გააკეთო, მაგრამ ეგეც საქმეა რა. ხო და მაგას ვიხვეწები. დავუჯდეთ, აგერა ვარ საკრებულოში. არა, მე ვაკეთებ მაგას. ხო და აგერა ვარ, მე ვიქნები ხარჯით, ჩემი ფულით, ჩემი მე ჩემი ფულით გავაკეთე ვარკეთილში გენგეგმა გავაკეთოთ, კი ბატონო, მოვიდენ, წარმოადგენოთ, იქ ოპონირება გავუწიოთ რაღაცეები, ხა მე ვთქვათ ძალიან ჯერ ჩვენ მე რა მინდა ოპონენტი ვარ ეგეთ, იმიტომ რომ პირდაპირ ვიცი ხოლმე და თუ რაღაც არ მომეწონება, აუცილებლად ვიტყვი მე იქ. ირაკლი, მე საერთოდ კიდევ ვიძახე განწყობა როგორც უყურებ როგორ მოუძია მუნიციპალიტეტი მაინც და მაინც ახლა არ მეიმედება რომ დიდი ენთუზიაზმი გაუჩნდებათ რა მაგრამ მე მინდა იმიტომ ვახსენე ჩემთვის პოლიტიკური პროექტი მე მინდა მოვიმხრო ხალხი მე თუ 1000 ოჯახი დამედგება უკან ამ პროექტის გასაკეთება და მათი მხარი მექნება როგორც ვარკეთილში 120 ადამიანმა დამიჯერა და ჩვენი შეთანხმებულ პირობებზე მოაწერა ხელი ერთი პრობლემა ჩათვალეთ რომ ჩვენ ვერ დაგვიდგები ან წინ თქვენ თუ საკრებულოში დააყენეთ ამ საკითხს და მოახერხებთ არა დავაყენებ კი არა გავიტან კი ბატონო ხო და გეტყვით ერთი კატეგორიულად მნიშვნელოვანი საკითხი რა არის რა მათ შორის ძველ უბნებში რომ რაღაცა რა თანამესაკუთრეების აი კონდომინიუმები რო იქ უნდა შეიქმნას აუცილებლად და მაგათთან აი ერთიც წინააღმდეგი რო იყოს აი თქვენ შეიძლება გამოგივიდეს ეგრე რომ რაღაცა ზონაში მოიფიქროთ მოელაპარაკოთ ყველაფერი ერთმა თქვას რომ არ მინდა აი ძველ უბნებში მაგალითად როგორ ის არის რომ ავარეული სახლია ისეთი რომ აი არ ვიცი რა აი როგორ არის გაჩერებული და როგორ დგას ღმერთმა უწყის და იქ ერთი მეზობელი რომელსაც დაკეტილი აქვს ბინა ცხოვრობს ვაფშე ერევანში არ არის ელოდება ჯეკპოტის მოგებას რომ აქ ვიღაცა ინვესტორი მოვა და ეტყვის რომ გადამიხადე 9 მილიონი თუ არა და არ გავდივარ და იმ ხალხს თავზე ინგრევა ამასობაში ანუ ჩვენ თუ რაღაცა ეგ არ ვიცი ეგ არის კერძო საკუთრების რაღაცა არის და მაგ შემთხვევაში ხა თუ დავიწყებთ იმას რა რაღაცა მოძიება სხვადასხვა ქვეყნებში როგორ არის მსგავს ისტორიულ ავარიულ იმეებში რა თქვათ ხდება ხოლმე როგორ რა ბოლო რაღაცა პერიოდში საბაზრო ფასის დადგენა ხდება ტრანზაქციების მიხედვით აი იმ ზონაში რამდენად გაიყედა და მე თქვათ ისეთი ექსპროპრიაციის პრინციპით რა თუ იქ არ ცხოვრობს და არ გადის და მე მგონია ადამიანის რაციონალიზმის რა შეიძლება ხა სადღაც რაღაც ერთეული შემთხვევები არა ერთეული მაგრამ მე ვფიქრობ რომ მოვიხრობთ ადამიანებს თუ დიდი შენი სწორი იქნება აი მანდარი გეტყვით ეხლა მაგაზე მქონია ნუ სამსახურებრივად შეხება აი მანდარი სერიოზული პრობლემაა რა მე თან მქონდა როგორ აი გამეჯნული წითელი ხაზების დაწყებიდან გერმანული ორგანიზაცია გეტასეს დაგვეხმარა მაგაზე და მაგაზე იმაშვებოდით რა აი წარმოვიდგინეთ ხრუშჩოვკები რომელზეც თქვათ პირობითად ოჯახს ეკუთვნოდა 60 კვადრატული მეტრი. როცა იმას გაუკეთა გამეჯნული წითელი ხაზები და თქვათ მიეკუთვნა პირობითად 1000 კვადრატული მეტრი. ამის ქონების ღირებულება ითვლება რომ იმ 1000-ში აქვს აი როგორც შეესაბამება საერთო რაოდენობას იმ 60 კვადრატული მეტრი იმ პროპორციის ფართის მესაკუთრე არის. და არა იმას ჩეხური კაფელე გაკეთებული თუ შარში გაკეთებული რემონტი რა მიწის ღირებულებით ეგრე ხდება რა. და მოხდა ისე რომ ვიღაცა მაიღო დააშენა სართული და იმანის დაიკანონა შესაბამისად იმას 2 წელი აქვს კი წელობრივად გაიზარდა მეზობლებმა ეგ არ იციან და როცა აი იმის წინაშე დგებია რომ ამასაც ამოთახიანი აქვს მადლობა გითხარი რომ ფართის უფლება მოგეცით ეხლა გამოდის რომ შენ 60-ის მეწილი კი არა ხარ 120-ის მეწილი ხარ ეგ სერიოზული პრობლემაა მაგას იურიდიული დისკ მაგაზე მე მინახია ისე რომ აი მოლაპარაკებაზე მისული მეზობლებს შორის ჩავდექი და ჭუბს ვაშველებდი რომ ამის მოსაკლავად იმაშვებოდნენ ურთულესი საკითხია ეგ ხო მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ მოგვარებადი გადაულახავი არ არის თუ აი მაგიდაზე მოგვარებადია მაგრამ ეს მოგვარება ბიზნეს აი ეს თავგადასავალი რამდენად უღირს აი ახლა მაგალითად მე რომ იმას ხნას აი რა უნდა მოხდეს რომ მე ხრუშჩოვკას მივეკარო მე უნდა მივიცოდე მერიაში აი რა ნუ ის არის რა წარმოუდგენელი ხო ამიტომ ბევრი რამეა მან ასე ვქო შეიარაღებაში ასაღები ერთი ის რომ ისინი მესაკუთრეები არიან და მეორე ის რომ პრობლემა აქვს ჩვენ ადამიანებს მათოინაკი უნდა დავანახოთ რომ მათ პრობლემა აქვს რა და ადამიანები მუდმივად მოძრაობენ იმით რომ რაღაცა რომ მოხდება მე მოგხედავენ ისე იმათ არ დაგვტოვებენ და რაღაცა უნდა აუხსნათ უნდა
ვაჩვენოთ მათ შორის მაგალითები, აი ავარიული სახლის შემთხვევაში ადამიანები როგორ არიან წყლობით ქირით ცხოვრობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრება ჰქონდათ, სახლი ჰქონდათ, მაგრამ დაენგრათ. იქ მერია უხდის კი ბატონო ქირას, მაგრამ ნუ ეს ხომ არ არის ცხოვრების ის სტანდარტი, რომელიც 21 საუკუნეში მოსვლა. უნდა აუხსნათ, დავანახოთ, აი ესეთი რეტროსპექტივა იმ მოსალოდნელი საფრთხების და ისიც უნდა აუხსნათ ხალხს, რომ როცა ეს მოხდება და ღმერთმა არ ქნას და ჯვარი გწერია და როცა ავარიული სახლი დაინგრევა, რა ხომ ცხადია რომ მათ უარეს პირობებზე დათანხმება მოუწევთ. მე ეტყვიან რომ ქუჩა ისა ჭერი აღარა გაქვს, აგე ეტყვიან მიუთითებენ რომ ვარკეთილის მესხა მასებში არის. მაგრამ აქ ხო ლაპარაკია რაზე რა? აი ჩვენ ხალხი უნდა დავითანხმოთ. არა, უნდა და არა. ორი აზრი არ არის. ხო, კი ბატონო, რა დავითანხმოთ. იმიტომ ვიძახე პოლიტიკური პროექტი ამეთქი რა ბატონო, იმიტომ რომ მე როგორც მეც სამშობლო ბიზნესი თავად და მაგრამ აქ ლაპარაკია 14 სახლი რო არის გავთარაძეზე, იქ თუ მოხდა რომ თქვათ, იქ ცხადია რომ დეტალური დაეგმარების პროექტი უნდა გაკეთდეს თელ ზონაზე, ხო? ანუ იქ რო გაკეთდება, იქ ხო არ იქნება ყველა სახლს როგორც ახლა კეთდება კოეფიციენტი, ეგ პატარა სკვერი რო აქ. იქ უნდა იქ ერთიანი გამწვანებული. აი ერთ კორპუსთან ვერ მოხდა მოლაპარაკება და რა ხდება, რომ აქ რამდენიმე კარგი გაკეთება. ყველასთან უნდა მოხდეს. ხო და 400 კაცთან მოლაპარაკება, რავი, ღმერთმა ხელი კაცო, აბა 400 კაცი კი არა, მინდა 100,000 კაცი მოიმხრო და ახლა თუ 400 კაცი გამხრობა სხვა არა. სხვა რაღაცაა რა, რომ პროგრამაზე და თქვათ რაღაცა ხელაზე სხვა არის და ეს არის კონკრეტული შესახები პრობლემა. აი ადამიანებს თუ მე ეს ვერ დავანახე, რა ელოდებათ საფრთხე. ახლა რომელ პოლიტიკაზე და მაღალ მატერიალებზე იციან რა. მაშინ რაღაცა ბოლომდე არიციან. იმიტომ ეგეთი ირაციონალური ადამიანი რო შეიძლება იყოს, რომ აქ რომ მოდიოდი მთელმა ბავშვობამ იმას მეკდა რა, ეგ 47-ში სწავლობდი, ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობდი, მთელი ცხოვრება აიქამა გატარებული რა და მე 5 წელი ვიყავი მთაწმინდა-კწანის რაიონის გამგებელი რა. აი ყველა სახში აი დავლილი გაქვს. ხო რა, რომ აი იმებზე რა, ზოგან პანაშვიძე, ზოგან ხორტლში, ზოგან ის ყავდა კლასი, აი სულ ყველგან ყველას ვიცნობ რა. აქ რა ხდება ავარიული ხა ჩემთვის თქვათ, ნუ ეგ რა ვიცი ხა შეიძლება რამდენიმე იყოს თბილისში, ვინც ესე იცნობს თქვათ ავარიულ და ისტორიულ და იმას, ხო? ხა ზეპირად ვიცი რა, ხა ამათან მოლაპარაკება მოსახლეობასთან ურთულესი არის რა, ძალიან რთული არის, რომელიც მე მგონია რომ ამას თქვათ რაღაცა აი კონკრეტული გამყარებული სამართლიანი ის თუ არ ქონდა აუცილებლად უნდა იყოს ხო ესე მომგებიანი აი ეგრე იქნება რა როცა აი ხრუშოვკაზე დაელაპარაკებით ორი ერთნაირ ბინას ერთი იტყვის რომ მე მინდა უფრო დიდი იმიტომ რომ შარშან გავაკეთე რემონტი იმას კიდე არ გაუკეთებია და მეტი მომეცი ის რო გაიგებს ამნიშნულობა ანუ მე გეუბნები იმხელა რესურსი და იმხელა ამაში თუ რაღაც საკანონმდებლო ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილებები არ ჩაიდო ну მე მგონი რომ ჩვენ სწორედ იმით მოძრაობთ ჩვენი მათ შორის გირჩის იდეოლოგია იმაზეა რომ საკუთრების უფლება არის უპირატესი ცხადია და ნებისმიერ ესეთი დილი რომელიც დაიდება ის უნდა იყოს მისაღები და არანაირი საერთოდ არა რომ მაგის მოხრეხოთ ჩვენ რაღაცა ვაიძულო და რაღაცა მე უბრალოდ მე მგონია რომ თუ მაგიდაზე დაიდება დილი რომელიც სწორი იქნება გამართული იქნება და უცილოს არის არის თუ კარგი სატრანსპორტო ისე მანქანით არ არის თქვენ თუ კარგ შეთავაზებთ ხრუშოვკაში ცუდბინაში მაცხო კარგში გადავა მაგრამ ხო და ამიტომ რაღაცა ეგეც უნდა გავითვალისწინოთ მათ შორის რომ მოთხოვნები მათ შორის გეთანხმებით არ იქნება იდენტური ვიღაცას რაღაცა პრეფერენციები ექნება ვიღაცა შეიძლება მეტი ფართის ბინა არჩიოს და სხვა რაიონში ვიღაცამ რა ვიცი იქ დარჩენა და ნაკლებში რა ვიცი ეგ ხო სალაპარაკო თემა ანუ მაგ თემაზე ერთ-ერთი გამოსავალი არის რომ აი შეფასება მაგიტო მომხრა რომ მიწა რო შეფასდება ეგ არის ნუ თელ სოფლიოში სხვანაირად არ არის მოფიქრებული და ნუ ჩვენ თუ ახალი უნდა მოვიფიქროთ აი მიწა არის 1000 კვადრატული მეტრი და ის 1000 კვადრატული მეტრი საბაზო ღირებულება არის პირობითად 400 ლარი ისე ვამბობ რა არის 400-1000 ლარი არის ის მიწა მარტივად ვამბობ რა თუ ეს რა ქვია მოსახლეს აქვს 60 რაღაცა პროცენტი იმისი და იმის წილი აქვს ამ მიწის თქვათ რაღაცა 5% მეწილია აი იმ თანხის 5%-ს აიღებს ამ ღირებულებით თუ უნდა იყიდის ვაკეში ერთ ოთახიანს თუ უნდა იყიდის სამგორში 5 ოთახიანს ეგ საბაზრო ეკონომიკაა
თუ უნდა ლანჩხუთში იყიდეს ორსართულიან სახლს. ხო და ამიტომ ანუ ფასია ლაპარაკი რა. უყურეთ, ამიტომაც ჩვენ თუ ფართებზე გადავედით, უღრან ტყეში შევდით. უყურეთ, ამიტომ ჩვენ აი დილის ნაწილი უნდა იყოს ის, რომ აი შეთავაზებული ალტერნატივა შეიძლება ბევრნაირი იყოს, იმიტომ რომ ხა დეველოპერულ კომპანიებს ხო უამრავი ალტერნატივა ხო თუ ჩვენ მეწს შემოვიამხანაგებთ ამ პროექტში და ეს პროექტი ზოგადად არ ამგონია რომ უინტერესო იყოს მათ შორის დეველოპერებისთვის ლოკაციის თვალსაზრისით ხა როცა მე სულ ვიძახე როცა სადღაც აი შორს ვაშენებთ და რაღაც ახალ ტრაფიკებს ქნით და აი თქვენ რო ბძანეთ რომ იმას ავტობუსი უნდა სკოლა უნდა ეხლა იქ რო აშენდება ნაფეთრობის შენდება ხა განაშენიან ამინდის ინტენსიურად იქ ბავშვების როგორ უნდა ატანოს სკოლაში სად უნდა ატანოს სკოლაში ან ბუნებრივად მაინც აქ მოდის ტრაფიკი აქეთ არის და ანუ პრობლემა კიდევ უფრო მეტი საფიქრალი ჩდება იმიტომ რომ ისე არ იგეგმება როგორც თქვენ იძახით რომ როცა უბანი იგეგმება ყველაფერი უნდა დაგეგმოს უნდა დაიგეგმოს მაგაშია მოყვებით 100%-ზე მაგრამ ნუ ეს რო არ კეთდება და მიდრეკილები არა ვარ თუ იმას ჯიჯღინებ 53 წელიწადი ამეთქი მტკვარზე ხიდი არ გადაგვიდია 10 ჯერ მეტი მანქანა დადის ვიდრე იმაში 53 წლის წინ 93 წელში ბოლო ხიდი აშენდა ეს ვერ გაგვიკეთებიან ახლა როცა შეიძლება იქსაც ინფრასტრუქტურა ღმერთის წყალობით არის და შეიძლება მასე ვილაპარაკოთ რომ რა გავაკეთოთ აი თქვა იგივე პრობლემებია მე თქვენ გეტყვით რა აი მანდ ხეები არის ეგეც კანონმა უნდა მიიღოს რა აი კანონია საკრებულოს მიღებული რომ სამი აი თქვა შენობა არის და გვერდზე არის ხე დარგული და ვიღაცამ დარგო მეზობელმა თუთა და რაღაც ხე როგორც არის რა ჩვეულებრივად ქავთარაც ქუჩაზე ერთად თუ გინდა ხვალ მივიდეთ და ვნახოთ ეგ ხეები რა ის შენობა რო დაინგრეს იმასაა გასხვისების ზოლი 3 მეტრი ანუ იქ აი ის ახლა რო დაანგრიოთ არსებული კანონმდებლობით იმასაც კი ვერ ააშენებთ 15 სართულიას კი ვერ ხო ნუ ეგ ხეები მეორე თემა რატოა მეორე თემა კანონია რა ხო შევცვლით მაგ კანონს ჩვენ ხელშია კანონი არა ნუ ახლა ჩვენ თუ ხე უფრო პრიორიტეტი გვაქვს ვიდრე ადამიანი იყოს ის ხე მაშინ და ადამიანები მოყვნენ ნანგრევებში მაშინ ესე ვთქვა განვაცხადოთ რომ არ გვაინტერესებს ადამიანი გვაინტერესებს ხე ხო და მაგიტომობ რა ეგეთი დოკუმენტები მაგას ჭირდება შესწავლა მაგას ჭირდება და პასპორტიზაცია იმ ხეებს იმ ავარიულობას ჩვენი პრიორიტეტი აი უყურეთ ჩვენ სწორი პრეფერენციები ჩამოვაყალიბოთ ჩვენ გვინდა ამ ხალხის დახმარება და გვინდა ამ პრობლემის გადაწყვეტა თუ გვირჩევნა იქა თუთა ერგოს ან არ ვიცხე რომელიც შემიძლია დარგო 10 ჯერ უკეთესი ხე ჩამოვიტანო და 20 ჯერ უკეთესი 20 მეტი დარგო მე მაგალითად მაგ მიმართულებით აი უსერიოზულზე პრობლემა შემეგვდა ხო აი ეგ მე არ ეგ საშუალება რომ აი როგორც მინდა კანონი შევცვალო მაგრამ აი კანონი არსებობს ჩვენ თუ ხალხს მოვიმხრობთ აი დამიჯერეთ რა ჩვენ თუ ხალხს ჩვენი ამოცანა ხალხის მომხრობა თუ ჩვენ ხალხს მოვიმხრობთ ვერ გადაგვიდგება ანუ რაღაც მავნებლური კანონები იქ აქ დაშორება იქ მიშორება თუ ჩვენ პროექტს დავდო ჩვენ პროექტს რო გავაკეთებთ იქ ხესაც ექნება თავის ადგილი რეკრეაციას დაერქვა რეკრეაცია ეხლა რო არის ყველა იმაში იმაშვებია რომ რეკრეაციები კორპუსთან რო ისა 20 კვადრატული მეტრის სიმწვანეა რა რეკრეაცია ეგ არის არაფერი ხელი შემშლელია ხათაბალა უფრო და საფიქრალეობა მე როგორ ხდება ეგა სპორტის სასახლესთან რა იყო სპორტის სასახლესთან შევიტანე საკრებულოში დეტალური დაეგმარების პროექტი თან უფასოდ გააკეთება გვარს და იმას არ გეტყვით ერთ-ერთმა რექტორმა 2004-ში ალბათ და როგორ იყო რა თვითონ მიწის მესაკუთრეები რომლებსაც აი ზოგს ესე მიწა ყველამ დაიწყო თავისი იმეების კეთება ამ დეტალური დაეგმარების პროექტით იყო როგორ ერთიანად გააზრებული ერთიანი ქუჩა ქვევით სავაჭროები როგორც წესი და რიგი არის ერთი სკვერი ოღონდ მართლა სკვერი ერთი თქვათ რაღაცა საჩრდილობელი ოღონდ მართლა ისეთი არა კაცო სანამ ისინი მოილაპარაკენ მოდი მე ეს გავაკეთებ და ყოფილა შემთხვევები რომ სასამართლოში მივიდნენ და სასამართლო იმას ხდა რა ქვია და ამ შემთხვევაში სასამართლოს კანონით ეგრე იყო რა იმის მიწაა და დამავალა რომ გაეცეთ რა ქვია აპეზე რქვა რუსულად ნუ მაშინ აი ყოფილა ეგ შემთხვევები რა კარგი ჩვენ გავედით საინტერესო იყო საუბარი და ნაბოლოსკენ უნდა წავიდეთ მე წინათ ბამაკ ესეთი რომ მე მგონია რომ თუ ჩვენ შევიმუშავებთ ისეთ პროექტს რომელიც იქნება რაციონალურიც ინფრასტრუქტურულად გამართული
საინტერესო დეველოპმენტისთვისაც და საინტერესო მაცხოვრებლებისთვისაც ამ პროექტს გავიტანთ. და მე უფრო პირდაპირ გეტყვით, რომ მე ძალას უფრო ვცნობ ხალხში, ვიდრე ბიუროკრატიაში რა, იმიტომ რომ ბიუროკრატია ზოგადად მიდრეკილია იმისკენ რომ რა არ გაკეთეს ან სირთულე, აი ეს ან თავის ადგილის ამბავია რა. ამიტომაც ხაზი გავუსვი, რომ აი მომავალი ეს 4-3 წელიწადი რაც საკრებულოში ვიქნები, ჩემთვის ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სწორად აი იმ ბევრი დეტალია, რაზეც თქვენ ბრძანებთ, ეხლა ერთია რომ ეს ხრუშოვკები გავიგეთ, რომ ეს გვინდა, მაგრამ ამის იქით როგორ გავაკეთოთ სწორად, ეგ მეორე ამბავია, ხო, თქვენ რაც ბრძანეთ იმ კოეფიციენტების ამბავი, ინტენსივობა, სიმჭიდროვე, როგორ გავანაწილოთ, ან როგორ განვითარდეს მე ხო, რომ დავიწყებთ ამ 7 ჰექტარით, ამის იქით კიდევ 27 ჰექტარი, ხო? აქეთ ვაჟას მხარეც იგივეა. ანუ ჩვენ გათვლები უნდა გავაკეთოთ ეგეთი რა, თბილისის აი ერთ-ერთი ამოსავალი ამ ინტენსივობა იყო ის, რომ თუ არ ვცდები, 1 ჰექტარზე უნდა ყოფილიყო ეცხოვრა არა უმეტეს 320 კაცს. ეგ არის ამოსავალი რა. 320 ოჯახს თუ კაცს? კაცს. ხო, აი ნახოთ. იმიტომ რომ ეგ სანიტარული ნორმები არის ძალიან ესეთი რა. სატრანსპორტო კოდ მე მარტო იმიტომ კი არ მინდა რომ აქ განაშენება გავზარდოთ. მე უბრალოდ იმ არეალის ასეთი ფორმით განვითარება ვფიქრობ მოგცემ საშუალებას გზის გაფართოების მაგალითად ხო? აი ქავთარაძეზე თუ ჩვენ იქ შევამჭიდროებთ უფრო ვიწროს გავხდით არეალს, აქეთ გზის გაფართოების საშუალება მოგვეცება სიტყვაზე ქავთარაძეზე ხა ბასლაინი რო დახაზო, ვიღაც გაივლი მანქანით რა და თუ გაფართოვდება შეიძლება რაღაცა გავაჩინოთ. ამიტომ ბევრი დეტალია, რომელიც ფიქრობ, რომ აი ღირს მუშაობად, იმიტომ რომ ეს ხალხის ინტერესებშიცა, კარგ დილს თუ დავდებთ, აუცილებლად ბიზნეს ინტერესშიც იქნება, იმიტომ რომ სადაც თქვენ და მე დავიწყეთ ერთ დროს განაშენიანება, მე როცა დავიწყე სანდროუზე მშენებლობა, იმ ნანგრევებიდან აღარ მახსოვს რამდენი კამაზი გველი გავიტანე მარტო. ისეთი ყმოდნენ დღეს ჩვენიერი აგე ისინი რა ქვია რესტორნებია და ძალიან კარგი უბანი გააკეთეთ თქვენს და ეხლა უნივერსიტეტის ქუჩაზეც გააკეთეთ. ხო და თუნდაც აი მაგნაწილში ხო ჩვენ ხო შეგვილია აი უნივერსიტეტის ქუჩაზე თქვენ ხა პატარა არცის არ არის 6 ჰექტარი. 6 ჰექტარი განაშენება დავუშვათ. ეხლავე თუ ჩვენ ხალხს 1 ჰექტარი არის მარტო პარკი, 1 ჰექტარი. ეხლა ჩვენ თუ დავითანხმებთ ადამიანებს ხო ამ ქავთარს დღესვე და იგივე თქვენ უბანში შევთავაზოთ გავზადებული სახლი არაფერს ლოდიანად და აქ უკვე დავქოქავთ ამ პროექტს და წამოყვებით ფინანსურად როგორ იქნება იმათება? დავალავ, ყველაზე ნაკლები პრობლემა არის კაპიტალი. ხო, რა ვიცი. ეს ამ ქვეყანაში ეგ ნაკლები. დიდი მადლობა ირეკლი ბატონო, მე იმედი მაქვს, რომ რა ვიცი, სადაც მეტყვით შევხვდეთ თქვენ აი კვლევებს აკეთებთ თუ გაჭირდება ზათვარ. ხო, არა, ტყილა ჩვენ ვერ ვიждდებით, არა მაქვს არცული, მე ახლა 20 წლიდან საქმეს ვაკეთებ და ვერ გავჩერდები უსაქმოდ, რაღაც არც ბიუროკრატია ჩემი ის რა ქვია, მაინც არა ვარ მიდრეკილი აქ, მე მინდა საქმე ვაკეთო რა და სწორი საქმის კეთებაში მე ვფიქრობ, რომ სწორი ადამიანის მომხრობა და მე იმედება, რომ რაციონალური ადამიანები გვერდში დაგვიდგებიან და სწორ საქმემდე მივალთ. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, იმედი მაქვს, რომ მომავალში შევხვდებით და გავაგრძელებთ საუბარს იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს და გაიზარდოს თბილისი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ალბათ.